თავიდან უნდა ვთქვათ, რომ ორივე ძმები, ლოგანი და ჯეიკ პოლები იყვნენ ბავშვობაში მოჭიდავეები. ეს შემდეგ ბევრ ამაში გამოადგათ. ერთი ძმა ტაისონს ეჭყობა, მეორე მეიუეზერს. ერთმა გააგრძელა კრების კარიერა, მეორე WWE-ში გადავიდა. მაგრამ თავიდან სწავლობდა უნივერსიტეტში ინდუსტრიულ ინჟინერიაზე და პარალელურად დაიწყო ვაინების კეთება. გახდა ყველაზე ცნობილი ვაინერი მსოფლიოში, დაანება უნივერსიტეტს თავი და გადავიდა სხვა ვაინერებთან ერთად დიდ ჰოტელ აპარტამენტში საცხოვრებლად და იქიდან ერთად იღებდნენ ვაინებს. ვაინები, ვისაც არ გახსოვთ, იყო 7 წამიანი ვიდეოები. 2013-14 წლებში დაახლოებით ყველა მაგას უყურებდა მაშინ. და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვაინერი, ასევე გოგო იყო მისი შეყვარებული. ვაინები დაახლოებით 2 წელიწადში მოკვდა და ვაინერობიდან ლოგან პოლი გადავიდა იუთუბერობაზე 2015 წელს. წარმოიდგინეთ, 2015 წელს გააკეთა ვლოგების YouTube არხი და Forbes-ის ინფორმაციით 2017 და 2018 და 2021 წლებში იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი იუთუბერი. 2018-დან 2021-მდე რატომ მქონდა პაუზა, ამაზეც ვისაუბრებთ კარგად. თუ სწორად მახსოვს, მან დაუდო საფუძველი პირველად daily vlog-ებს. ცხოვრობდა თავის მეგობრებთან ერთად დიდ ჰაუსში, აკეთებდნენ ბევრ საინტერესო რამეს და YouTube-ზე დებდა ყოველდღე ერთ vlogs, თითქმის 1 წელი. 2018 წელს იყო ყველაზე სწრაფად მზარდი იუთუბერი საერთოდ მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, 20-21 წლის ტიპი YouTube არხს აკეთებს და მსოფლიოში ხდება ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე შემოსავლიანი იუთუბერი 2 წელიწადში.